Საქსტატის მტკიცებით საქართველოში საშუალო ხელფასი 2466 ლარია, გერმანიაში 10000 ლარამდე, საფრანგეთში კი 8500 ლარამდე. საქართველოში პენსია 375 ლარიდან 490 ლარამდე მერყეობს, გერმანელი და ფრანგი პენსიონერები კი თვიურად 3500-დან 5500 ლარამდე იღებენ. ამ ფონზე ოცნება და მისი პროპაგანდისტული მედია ევროპულ ქვეყნებში პროდუქტების ფასებს ლარში აკონვერტირებს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სურსათი ბევრად იაფია ვიდრე საფრანგეთსა და გერმანიაში. დღეს კი ოცნების მილიონერი დეპუტატები წილოსანი და ბერეკაშვილი ფასების კომისიიდან ირწმუნებოდნენ, რომ ევროპაში საწვავი გაცილებით ძვირია ვიდრე ჩვენთან. რუსეთი ინარჩუნებს საერთო ისტორიულ მემკვიდრეობას საქართველოსთან, აცხადებს კრემლის პროპაგანდისტი ზახაროვაის ხრამაიზე, როგორც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეზე საუბრობდა. საქართველოს 3 მილიონნახევრიანი მოსახლეობიდან ფრონტზე გაიგზავნა 700,000 ადამიანი. აი ეს არის წვლილი, თქვა ზახაროვა. მიზანი მცირე მარნების განადგურებაა, რომელიც ნელ-ნელა საერთოდ გაქრება. ასე აფასებენ მცირე მეწარმეები ოცნების მიერ ღვინისა და ვაზის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს. ხომლის მარნის დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს ვენახის სახელმწიფო დაგეგმარება, რაც საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა. ობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში 50 ლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილია. მეზობლები და ახლობლები მას 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.